დილამშვიდობის ყველას. დღესაც უცხო გარემოში მომიწევს თევზაობა კალმახზე. ამჯერად 10 გრამამდე არენა სტრიმით წამოვედი. საინტერესო ადგილები ჩანს. ვითევზავებ ისევ და ისევ ძირითად შემთხვევებში ფლეშლურასის სილიკონებით. მოლოდინი უფრო კარგი მაქვს. იმედი მაქვს, რომ დიდი კალმახიც მოიძებნება სადმე, რომ ცოტა მეტი ადრენალინი შევიგრძნოთ. ნახოთ, მოკლედ საინტერესო ადგილები ჩანს ძალიან და იმედია, რომ მოლოდინებს გაამართლებს. დავიწყებ და ვეცდები საინტერესო კადრები შემოგთავაზოთ. აქ მოა არის, კაროჩე, 1-8 კილომეტრის რო წავიდე. ქვებში შევიდა. ხო, კამერა გატიჟული მქონდა მაინც და მაინც რა, რამდენი გამოვიარეთ გზა და არაფერი და ბოლოს მაინც მივაგენი სადღაც. არა და ამის წინა გატარებაზე დარტყმა მქონდა და მეთქი ხო არა მომეჩვენა. ეხლა როგორმე ჩავიდე დაბლა. პირველი კადრი ნახევრად გაფუჭებულია, რომ გადაგდების და დარტყმის მომენტი ვერ გადავიღე. ან არ გადავიღე. ნორმალური ზომის საკმაოდ. ესეთი პატარა მდინარისთვის. ახალი ჩოგამბადეც მოვნათლო, წინა ჩოგამბადე დავკარგე, წინა კალმახზე თევზაობის დროს ჩამომძვრა. სადღაც უკანა გზაზე რო ბრუნდებოდი უკვე თევზაობა დასრულებული რომ მქონდა და ეხლა ავიღე ეს ახალი ფეივორიტის ჩოგამბადია, ეხლა ხანს გამოვიდა. და ესეც მონათლა ამის. ასე იგი. ამას თავისი ესე დასაზღვევი ის აქვს. კარაბინზე და ჩოგანისა მაგნიტიდან რომ მოძრეს, მაგნიტის მოყვება სხვათა შორის. და რო ჩამომძრეს, დაკარგვით აღარ დამეკარგება. აი ესეთი მშვენიერი, ლამაზი, ბუთქუნა კალმახი. აი ცოტა კეთესად გამოვაჩინო. მსკავი გამოვაცალე. როგორ ჩაიკლაკნება ხოლმე რა შიგნით რა. მსკავი მომეცი რომ ნახე ნაშია უკუღმა ამოყრილი. სილიკონი მოწვა. სილიკონის დაკარგვა არ გვაწყობს. ცოტა მაქვს დარჩენილი, всё, хорошо. ჩოგორი ლამაზი. და ამას ერთი-ორი ფოტოც გადავუღოთ და მე გავუშვათ. всё, ზათა ხარ? დასასრულებლად. მიგძან. აიგე. აჩა. აქ კუთხეში ნუ დადგები კიცად. всё. აი, აბა საინტერესო ადგილი. ნახოთ. წეღან ოდნავ მარჯვნივ მომივიდა, ეხლა მარცხნივ. შუა ადგილში ვერ გავაკეთე. პერსპექტიული.
აი. ოჰო. ბიჭო. აი მუნის. ამაგრად თუნავს. აუ, კალმახზე თევზაობა რა ვიცი, ჩემთვის ყველაზე აზარტულია რა, მე ძალიან მევასება ხოლმე. კალმახზე თევზაობა. მოდი აქ, აი ესე. ეს ოდნავ იმაზე პატარა. ცოტა ნუ იგრიხე ბიჭო, ნუ. ო. ნახე რა, ეს რა ჩაიჩხლართება ხოლმე და ნემს ყავსაც და სილიკონსაც და სიმძიმესაც. ოხ, ნახე ეს სილიკონი კიდევ კიდე დავკარგე. ნახე რა, რამდენი კრუგი აქვს ჩატყნული. კაი, რაღაცნაირად გამანთავისუფლებ და მე გავუშვებ. всё, როგორც იქნა გამანთავისუფლებ. მიდი. დავიდი. სანამ მე იმ კალმახს პატარას ფოტოსესიას უტარებდი, ბაჩომ დაიჭირა აქ, კაი მოზრდილი, აი. დღევანდელი ბიგფიში ჯერჯერობით. აი, ჩაუშვი. ჩაუშვი. აი, ესე, ოპა, გავარდა. თავის ბუდეში. და ორი თორი გვაქვს ანგარიში, ერთი კადრი ვერ მოხდა ბაჩოს დაჭერის. ხო არ გადავაბით ერთმანეთს. ისე გაკეთდა, მაგრამ როგორ შეიძლება აპ ბიჭო აიზომა აქეთ წამოვიდა დინების მიმართულებით. ხოჭო არ დაგაჯახო. ო, ბიჭო. აიზომა. ამასთან ხუმრობა არ შეიძლება. მოიცა არა ვიბლანდოთ ბაჭო. მოწია და მოვიდა. შენთან? აი. მიდი აბა. აი. არა აცილო. აიზომის კალმახია. არა აცილო გეუბნები. არ დამღუპო. გაგექცა ბაჩო. ო, აეხლა იქნება ბრძოლა. 10 გრამამდე ჯოხს ნახე რასო. ენა დამება ამ კალმახის ხელში. რას უშვება თქო, უნდა მეთქვა და ვეღარავთ. აი მე მივხედავ ბაჩო. შენ მიხედე სხვას მიხედე. მე დამიქნეს. ნახეთ 10 გრამამდე ჯოხს რას უშვება. ცოტა მოუშვათ ეს. ო, იქ ძალიან ჩქერია წყალი, იქ არ გადახვიდე, აქეთ წამოდი. აქეთ წამოდით ხელში. აქ სიპიქვა არის, არ გადაჭრა. აი ეს ხელწყალში მობძანდი აქ, მობძანდით ხელწყალში. ლამაზო. აი ეს არის ადრენალინი. ხო, დასაწყისში დამავიწყდა მე თქვა, რომ დაიჭირე გაუშვის პრინციპით თევზაობთ კალმახზე. უენონე მსკავებით, მან და შეძრე. არ დამტოვო გაღიმებული. ვა, რა დაუმორჩილებელი გამოდექი. ო, რა ლამაზი და რამხელა ბაჩო, big fish. მაგარი მონსტრი აქაურობისთვის. ცოტა ამოუწიონა. რა ლამაზია და რამხელა. ლეშლურესი სილიკონი პირში. აი, ეს არის ბომბა კალმახი. ესეთი. ხო და ვეღარ დავასრულე წინადადებას ჩავყო წყალში უცბად. დაიჭირე გაუშვის პრინციპით თევზაობთ უენონე მსკავებით. და ხელის მოკიდება მხოლოდ სველი. ხელი. და რაც შეიძლება მალე უნდა დავაბრუნოთ ხოლმე ბუნებაში. ეხლა ამასთან აუცილებლად მინდა ფოტოები.
გაჩო, ეხვეწები ფოტო გადამიღე ამასთან შენ ტელეფონით 1-2 და გავაგრძელოთ მერე. და მერე გავუშვებ კიდეც. აქედან გადავიდე. არა, მაქედან არა. ცოტა ახლოს მოიწიე რა და პორტრეტით გადამიღე. Всё, დავამთავრე ფოტოსესია. ესე ჩქე წყალში გავუშვა. მაღონიები. მაღონიები უცბად. ხო, გასწორდა. მედიება შენით გამოდი ახლა და всё, წავიდა. მედი. всё. ჩქერში რახან წავიდა საწინააღმდეგოთ ეგარ. დინარის ყურებაში ჩავიჩახე მე რამდენად უკვე დღეს აი რა პრიჟოკები გააკეთო აქ ვართან გამოძვირისუფთად კარგი ხარ მოდი აქ შენ არა ხარ მაინც და მაინც დიდი და აი ესე ლამაზად ამოგწე ჯოხი 10 გრამამდეა და არ გაუჭირდება უცბად გაგანთავისუფლებ შენ ფოტოებიც აი ჩახლარ თუ არ გააკეთო ხო არ შეიძლება რა ისე როგორ შეიძლება სადა ნემსკავი აი ესე და აქედანვე აი ცოტა დაბლა ჩაქცევა ჰა არაფერი მოგივიდეს აჰა აი ესე ოპა ოჰო როგორ ციხნა ამ ყანყალაზე რამდენმა დამირტყა და ცისარტყელა კალმახი დავიჭირე მოდიო ცისარტყელა დავიჭირე ბაჩო და ნახე ამის საყვანა შეიძლება ვეკაის მომის ცისარტყელა ნახე დავარია წითელ კოპები სარტყელა არა აი ეს 3.8-იანი ეს ფიშინგის ყანყალა ეს ფერი ბევრს თვალში არ მოსდის კარგად მაგრამ ეს საკმაოდ ბევრი კალმახი მყავს ამაზე დაჭერილი წეღანაც მქონდა ზევით 1-3 ამ ყანყალაზე კაი ჩარყმა და არაფერთ არ დაჭდა აი ახლა ცისარტყელა კალმახი საიდან მოხდა არ ვიცი მაგრამ საკმაოდ ისეთი ზომის არის 600 გრამიანი იქნება ალბათ. სუქანია, კაი. ეს შეგვიძლია დავიტოვოთ. აი ფოტოებს გადავუღებ ამასაც. ასეთი ცისარტყელოვიჩი.
მშვენიერი ზომის ცისარტყელა. ჩაბრძანდი შენო. დღევანდელი კალმახობანა დავასრულეთ ესეთ ლამაზ გარემოში. ულამაზეს ადგილებში. დინარეს რა თქმა უნდა არ დავასახელებთ. რო არ ამოწყვიტონ. ისედაც ცოტა რაოდენობა არის კალმახი. მაგრამ საკმაოდ ისეთი ოჩაღი ზომები იყო. ასე თუ ისე უკმაყოფილოც ვერ ვიქნები ზომების მხრივ, თორე რაოდენობა ცოტა იყო. 10 გრამამდე არენა სტრიმი. ფლეშ ლურესები და მთელი ამბები. მოკლედ დღევანდელი დღე მაინც რაღაცა გამოვა. ბოლო-ბოლო ისეთი ადგილები იყო, ერთხელ წამოსვლა დღირდა. მომავალ შეხვედრამდე. შემდეგ ვიდეოებშიც ვეცდები რამე ან ახალი ადგილი, ან ახალი სახეობა. ახალი სახეობა რომელია სასპინინგი? კარგად მივიწყებული ძველი ბაჩო? ეგეც და კაი, მოკლედ კაი გადაღლილები ვართ, სასიარულოდ იყო, რთული იყო რა მაინც დიდ ლოდებზე და წყალში გადასვლა გვიწევდა კიდე ხშირად. ძალიან ის ხავსიანი ქვები იყო. კისრის ტეხებს გადარჩენილი ვართ, ბაჩო ვერ გადარჩა ერთხელ მუხლები და წვივები დაილეცა. 4-ჯერ მოვიტეხე. და მოკლედ უკეთესათაც შეიძლებოდა რომ უფრთხილდებოდეს ხალხი ბუნებას. ესეთი პატარა მდინარეებიც გაცილებით თევზუხვი უნდა იყოს და საძებნელი არ უნდა იყოს რა. აი ეხლა ამ ადგილში რო ჩამოვედით, ერთადერთი ჩარტყმა იყო აი აქეთ კუთხეში, არა და აი ადგილი არის კალმახები უნდა მოდიოდეს წყვეტაზე, მაგრამ რას ვიზავთ. როგორც ვუფრთხილდებით, ისეთი რაოდენობა ყავს თევზშიც. ახლა დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.